რეაქცია ახალი ამბების დროა დღის სიახლეებს 12 საათზე მე თამთას ანიკიძე გაგაცნობთ. პოლიტიკური ნიშნით დაკავებების სერია გრძელდება. დაპატიმრებულია ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის გრწანისის ოფისის ხელმძღვანელი. ოთარ ბალანჩივაძე მაშინ აიყვანეს, როდესაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ლესელიძის ქუჩაზე ქართული ოცნების პლაკატებს ხევდნენ. ადგილზე მისულმა კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა პლაკატების ჩამოხევის მიზეზი იკითხა და სცადა მათთვის ხელი შეეშალა. ამ ცდელობას კი დაპირისპირება მოჰყვა. თვითმხილველები იხსენებენ, რომ პასუხად მართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა ბალანჩივაძესა და მის თანმხლებ პირებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაღენეს. მალევე შემთხვევის ადგილზე პოლიციელები მივიდნენ, რომლებმაც ოთარ ბალანჩივაძე მანქანაში ჩასვეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავებულ სრულმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ. უბრალოდ ახევდნენ ჩემს პლაკატებს და ამ დროს ჩვენი აქტივისტი ახალგაზრდულის ხელმძღვანელი შეესწრო ამ ფაქტს. და უცბად ეს ადამიანები არიან კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები, გადაცმულები. პირდაპირ მითითება აქვს დავით საყვარელიძისგან, ის როგორც არის ფაქტურად, როგორც ახორციელებდა მთელ სერიებს დაჭერების და გაავსო ციხეები. ამ ადამიანმა დაავალა ყველა მილი პოლიციას, ვინც არსებობს მის გარშემო, მთელი ღამე დაძრწიან, ახევენ ამ ჩვენს პლაკატებს. საერთოდ ქრისტიან დემოკრატების და თვითონ 5 ნომერი ნაციონალების პლაკატები ყველა არც ერთი არ არის ახეული, იმიტომ რომ ჩვენ მაგას როგორ ვიკადრებთ, ესენი ყველაფერს კადრულობენ თავიდან ბოლომდე. მოხდა დაპირისპირება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებთან. იგი ცემეს, მაგრამ იქვე იდგა პატრულის ეკიპაჟი, რომელიც ამაზე რეაგირებას არ ახდენდა. შემდეგ მოხდა ისე, რომ ასევე სამმართველოს ავტომობილი გამოჩნდა, რომელშიდაც მოათავსეს ძალით ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი და გადმოიყვანეს მთავარ სამმართველოში. მას წარდგენილი აქვს ადმინისტრაციული სამართალდამცველთა კოდექსის 166 და 173 მუხლები. ეს გახლავთ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა რომ პიროვნება ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი, რომელიც არის გახლავთ ქართული ოცნების ერთ-ერთი რაიონის ახალგაზრდულის თავმჯდომარე. სწორედ ეს გახლავთ მოტივი მისი დაკავებისა. დაკავებებთან ერთად ქართული ოცნების წევრებზე თავდასხმების გრძელდება. გარდაბანში მამუკარეშიძის საარჩევნო შტაბის სარსუცნობმა ქალმა სახეში გაურკვეველი ნივთიერება შეასხა. შემთხვევა მუხიანში დაზარალებული საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან მოხდა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბუბადვალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული იხსენებს, რომ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან შკოდას მარკის თეთრი ფერის ავტომობილით მიემალა. მანქანას კი ტრანზიტული ნომრები ჰქონდა. ექიმებმა პირველი ლაბორატორიული ცდის შედეგად დვალისთვის შესხმული ნივთიერების შემადგენლობა ვერ დაადგინეს. ამიტომ ექსპერტიზა გრძელდება. სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიმართვის მიუხედავად, მომხდარით სამართალდამცველები ამ დრომდე არ დაინტერესებულან. გარდაბანში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკარეშიძე მომხდარს პოლიტიკური მოტივით ხსნის. შევიდა მაინც თავის საზარბაზოში და დაინახავს საზარბაზოს გარებთან არის კედელს პირით მიყუდებული რაღაცა ქალი. და ბუნებრივია იკითხა, რომ რამე ხო არ გიჭირთ კალდაბტონო და ეს ქალი შემონტრიალა და უცებ შეასხა სახეში რაღაც სითხე. რა არ ვიცით. როგორც ჩანს ხელისუფლება ოსტყეში ხელისუფლების გარკვეულმა წარმომადგენლებმა მაინც ზოგიერთმა წარმომადგენელმა მეტყობად ესეთი ახალი იდეები შემოიტანეს თქვა ოპოზიციის დევნის საქმეში და აი თქვა ასეთი ფორმით გადაწყვიტეს კონკრეტული პიროვნების მოშორება. თავდასხმა მოხდა კასპიშიც ქართული ოცნების წევრებს გვიან საღამოს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ დაფიქსირდა, როდესაც კოალიციის წევრები ოფისიდან სახლში ბრუნდებოდნენ. ამ დრომდე დაუდგენელმა სამმა პირმა მაჯორ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ეს არისო ერთადერთი თავდასხმა, რომელიც კასპის რაიონში 23 სექტემბერს მოხდა. მარტო გუშინიკ კოალიციის 7 წევრის ცემეს. და ავტოსადგურის ტერიტორიაზე არმისული ფოსტასთან კუთხეში გამოვიდა ვიღაც უცნობი სამი პიროვნება, მოგვარდა და დაგვიწყო ბრძოლი და დაგვახია ეს მაისურები შეგიძლია გადაიღოთ ქართული ოცნების მაისურები. თქვენ ვიხართ, მე ვიხართ მეთქი თქვენ და
თქვენ როგორ კითხულობდითო და რა ეგეთი რაღაცა და პირდაპირ მაიკებზე რა ორიენტაცია იყო მაიკები რო დაეხიათ ჩვენთვის გიგა ბოკერიას მიმართავ გიგა თუ პოლიცია არის ნაციონალური მოძრაობის პოლიცია მაშინ იყოს ნაციონალური მოძრაობის პოლიცია და ხალხის პოლიცია იყოს სხვა საქართველოში იყოს სხვა სამართალდამცავი სტრუქტურა იმიტომ რომ არ შეიძლება რასაც კასპში რასაც მე ვხედავ და რასაც მე ვაწყდები ყოველ წუთში აკეთებს პოლიცია ამას არ ქვია სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა ქართული ოცნების აქტივისტები დააკავეს ფოთშიც გიზო ცაცუასა და გოდერძის შონიას ბრალად ხულიგნობა ედება. დაპატიმრებულების სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე ტარდება. სასამართლოს გარეთ კოალიციის ახალგაზრდული ფრთის წევრები არიან შეკრებილები და მოსამართლეს დაპატიმრებულთა გამამართლებელი განაჩენის მიღებისკენ მოუწოდებენ. ფოთში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკა ბესელია ფაქტს პოლიტიკური ნიშნით ხსნის. ბესელია ამტკიცებს, რომ ცაცუა და შონია 22 სექტემბერს დევნილების რაიონში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ თემურ კორბაიასთან მომხდარი შელაპარაკების გამო დააპატიმრეს. პოლიციას კი აქტივისტების წინააღმდეგ ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ ბელა ბრეგვაძემ მიმართა. დაკავებულია ორი ადამიანი, სრულიად უდანაშაულოდ, გოდერძის შონია და გიზო ცაცუა, ასევე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა სხვადასხვა აქტივისტებს და ჩვენ ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, ვაფრთხილებთ პოლიციელებს, ვაფრთხილებთ მოსამართლეებს. თავი დაანებონ ასეთ შანტაჟს, მუქარას და უკანონო დაკავებებს, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ყველა აქტივისტს და თანამოაზრეს, ეს არის სააკაშვილის რეჟიმის დასასრული და ნურავი უშიასრულებს უკანონო ბრძანებას. ისინი პასუხს აგებენ კანონის თელი სიმკაცრით. გამჩერა მანქანა, შავი ფერის Volkswagen-მა ერთ-ერთმა მძღოლის გვერდზე ვინცი და ჩაწია შუშა მეუბნება ორი ბიჭის ორი ვაჟკაცის პატრონა როგორ ძანდებიო კიდე დაყოლყლიალობო იმაშიო ოცნებაშია მეთქი ვინ ხარ რა ხართ რა გაინტერესებთ უბრალოდ გეშინოდეთ ორი შვილი გეზდებაო და დაანებეთ თავიო კიდევ ერთი დაპატიმრებული დაკავებულია წალენჯიხაში ქართული ოცნების მობილური ჯგუფის ხელმძღვანელი ლაშა კვარაცხელია სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის წალენჯიხის გამგებელმა მამუკა ქარდავამ უჩევლა. თუმცა კოალიციაში შეურაცხყოფის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ, რომ ქარდავამ პროვოკაცია მოაწყო და მოწმეებად მისივე თანამშრომლები გამოიყენა. საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლით, ანუ ხულიგნობის ფაქტზე აღძრული, რაც 90 დღემდე პატიმრობას ან 100 ლარიან ჯარიმას გულისხმობს. კვარაცხელია სასამართლო პროცესი დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. მამუკა ქარდავას ამ შემთხვევაში ყავს მოწმეები. ერთი მოწმე არის აპარატის უფროსი, რომელიც იყო გამგეობაში, მეორე მოწმეც ასევე სამსახურის უფროსია. ეხლა მე არ ვიცი, ხა უხეში შედარება არ გამომივიდეს, მაგრამ მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო, აი ესეთი მდგომარეობა აქ შექმნილი. ეს ბიჭი მობილური ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. და რეალურად ძალიან აქტიურად ხელმძღვანელობდა აი მობილურ ჯგუფს და მთლიანად გამოირჩეოდა განსაკუთრებული ერთგულებით პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი შემთხვევა თავდასხმა მოხდა გორის რაიონში სოფელ დიდშეგვიან ღამით ქართული ოცნების მხარდამჭერ მერაბ ბოლაშვილის მაღაზია 20-მდე ადამიანმა დაარბია. ბოლაშვილი იხსენებს, რომ მას სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა ადამიანებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაღენეს. დაზარალებულის მტკიცებით უცნობი პირები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ. დარბევის შემდეგ კი მათ მაღაზიიდან სიგარეტები და სხვადასხვა საკვები პროდუქტი წაიღეს. გორში ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი მომხდარს კოალიციის მხარდამჭერებზე პოლიტიკურ ზეწოლად ხსნის. ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შეცვლიდნენ მაღაზიაში გოგონა იყო შიგნითა დამიძახეს მე მერაბო მოვედი და უკვე მინგრეულ დამხვდა ყველაფერი და ერთი დამე მუქრა ერთ სახეშიც გამარტყა. ესაო კიდევ იოცნებებო მიქარავ კიდე რამესო და სახლიდან გამოგიყვანთ დედას მხოლოდ ერთი რამ რო ხელისუფლება გამოვიდა ყველანაირი კონტროლი და კარგი ხელისუფლება პირდაპირ გადავიდა ტერორზე დადის ფაქტურად ამ ორი წლის განმავლობაში დაგვიჭირეს 5 ადამიანი კოალიციის მხარდამჭერები დღეს ახლა დაგვირეკეს საღამოთი და თურმე სოფელ დირჩი სადაც უამრავი მხარდამჭერები ყავს კოალიცია ქართულ ოცნებას ჩვენი მხარდამჭერის მაღაზია დაარბიეს ამაზე იყო საუბარი როდესაც ვსაუბრობთ რომ ბაჩუ ახლა შეცვით მარტო აქ არაფერი არ იცვლება ეს არის მთლიანი სისტემა შეცვლილი
პოლიტიკური ნიშნით დაკავებები და თავდასხმები იყო დღეს ქართული ოცნების პრესპიკერის ბრიფინგის ერთ-ერთი მთავარი თემა. ცოტა ხნის წინ მაია ფანჯიკიძე საგანგებო განცხადებითაც გამოვიდა. პრესპიკერის ინფორმაციით საქართველოს საზღვარზე 10 შეიარაღებული პირია გადმოყვანილი. ხელისუფლება კი გეგმავს, რომ ეს პირები ქართულ ოცნებასთან დააკავშიროს. ჩვენმა კორესპონდენტმა თამარ ჩიხლაძე მოისმინა კოალიციის ოფისში მაია ფანჯიკიძის ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებები და ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. თამარ, უფრო კონკრეტულად რა თქვა დღეს ფანჯიკიძემ? დიახ, თამთა სულ ბოლოს შემოუტანეს მაია ფანჯიკიძეს ინფორმაცია, რომელიც ეხება საქართველოს საზღვარზე 10-მდე შეიარაღებული პირის გადმოყვანას. ფანჯიკიძის ინფორმაციით არის მცდელობა, რომ მათი შემოსვლა საქართველოს საზღვარზე დაბრალდეს სწორედ ქართულ ოცნებას. მაია ფანჯიკიძე ჟურნალისტებს უფრო დეტალურ განმარტებებს მოგვიანებით დაგვირდა, თუმცა ჩვენ ახლა შეგვიძლია მისი კომენტარი მოვისმინოთ. წუხელ თბილისში ქართული დამწუთებში საქართველოში შემოიყვანეს 10 ბოევიკი. სამწუხაროდ ამაზე მეც ამის შესახებ მე ახლა ვერაფერს ვერ გეტყვით, რომელიც უნდათ რომ წარმოაჩინონ თითქოს და ეს არის ქართული ოცნების მიერ მობილიზებული რაღაცა ჯგუფი, დანაშაულებრივი, რომელსაც არ ვიცი რა გეგმები შეიძლება ქონდეს. ამიტომ ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ. სამწუხაროდ მე ამაზე მეტი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ მაქვს. თქვენ თვითონ ხართ მოწმე იმისა, რომ მე დამთავრებული მქონდა ბრიფინგი, როდესაც ეს მითხრეს. მაია ფანჯიკიძე დღეს ბრიფინგზე ასევე შეეხო ქართული ოცნების მხარდამჭერების მასობრივ დაკავებას რეგიონებში. მისი თქმით, ბოლოს 3 დღის მანძილზე უკვე 20-მდე ადამიანია დაკავებული და მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს ყველაფერი ხდება უკვე ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის ეკას გულაძის პირობებში. რამდენიმე კონკრეტული მაგალითი გააცნო მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს. ერთ-ერთი მათგანი ეხებოდა ვანის მაჟორიტარი დეპუტატის ნაციონალური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატის პატა ლეჟავას ოფისში მომხდარ ინციდენტს, სადაც ცემეს ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის მეგობარი მამუკა შარაშენიძე და მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით ამ ინციდენტს ცემას ესწრებოდნენ ვანის მაღლჩინოსნები. მამუკა შარაშენიძე მძიმე დაზიანებებით გუშინ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. იმ ადამიანებს შორის, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ცემაში, იყვნენ ვანის საკრებულოს თავმჯდომარე დავით კაკაბაძე, ვანის გამგებელი ზურაბ გეგიძე, ვანის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი ზვიად გაბუნია. რაც ყველაზე საინტერესოა, ეს დანაშაული მოხდა ნაციონალების მაჟორიტარი კანდიდატის პაატა ლეჟავას კაბინეტში მისი უშუალო თანდასწრებით. შესაბამისად, ცხადია, რომ ის დანაშაულის უშუალო თანამონაწილეა. მაია ფანჯიკიძე დღეს ასევე შეეხო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღებების აკრძალვას. ეს დადგენილება შესაძლოა დღეს იქნას მიღებული და მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელშეუწყობს იმას, რომ 1 ოქტომბერს არჩევნები რაც შეიძლება ნაკლებ გამჭვირვალედ ჩატარდეს. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას იმისათვის, რომ ეს თემა ფართოდ გააშუქეს და ფაქტიურად არ მისცეს გუშინ საშუალებას CSO-ს შეეცვალა დადგენილების ეს პუნქტი. დადგენილება ვერ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე არის კანონი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისია უკვე გასაგებია რატომაც გეგმავს, რომ შეიცვალოს ეს პუნქტი და არავის არ მიეცეს იმის საშუალება, რომ გადაიღოს ხმის მიცემის პროცესი საარჩევნო უბნებზე. ეს გამოწვეულია მხოლოდ ერთი რამით, მათ ეშინიათ გამჭვირვალობის. მაია ფანჯიკიძე დღეს კიდევ ერთხელ შეეხო პატიმრებზე ძალადობის ამსახველ ცნობილ კადრებს და განაცხადა, რომ მის გამავრცელებლებთან ქართულ ოცნებას არ აქვს არანაირი კავშირი. მან უპასუხა სწორედ ამ ეჭვებს, რომელიც ამ ბრალდებებს, რომელიც გაჩნდა ამა თუ იმ მხრიდან და მაია ფანჯიკიძის თქმით, მაშინ, როდესაც ეს კადრებია გადაღებული, კერძოდ 2011 წლის მაისში, ბიძინა ივანიშვილს არ ქონდა გამოცხადებული პოლიტიკაში მოსვლის შესახებ და საერთოდ არ არსებობდა კოალიცია ქართული ოცნება. ეს იყო პირდაპირ ჩართვა ქართული ოცნების ოფისიდან და ჩვენი კორესპონდენტი თამარ ჩიხლაძე. ახალგაზრდების პროტესტი გრძელდება იუსტიციის სახლთან. ამ დრომდე რჩებიან მოშიმშილე სტუდენტები. მათ მწერალი ირაკლი ლომოურით შეუერთდა. ამ ფორმით ახალგაზრდები საპროტესტო გამოსვლების დროს დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ. მოშიმშილეები ამბობენ, რომ ლაშა მესხია, დავით ფაცაცია, დაჩი ცაგურია და ბექა ალადეშვილი უკანონოდ არიან დაპატიმრებულები და რეალურად ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით სტუდენტებმა შიმშილობა 3 დღის წინ დაიწყეს. შემოგვერთა მწერალი საზოგადოებაზე ირაკლი ლომოური მის მეგობართან ერთად და ეს არის უდიდესი მხარდაჭერა და გამხნევება ჩვენი და იმის მანიშნებელი, რომ ჩვენ ახლა სწორ გზას ვართ და სწორად იქცევით, რომ გვერდში ვიდევართ იმ ახალგაზრდა ბიჭებს. აღარ შემიძლია მოთმენა იმ ძალადობის, იმ უსამართლობის, იმ
დემაგოგიის, იმ სადიზმის, იმ ბოროტების, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. ეს ზალადობა, ეს ტყუილი, ეს წარმოუდგენელი სიყალბე, როცა დემოკრატიის მიღბით და შირმით მოსული ხელისუფლება ამყარებს ფაქტობრივად ტოტალიტარულ სისტემას. დღეიდან სტუდენტების საპროტესტო გამოსვლები გრძელდება 15 საათზე ახალგაზრდები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეიკრიბებიან. მოთხოვნა იგივეა. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრის ბაჩუ ახალაიას დაკავებას და პატიმრების წამებაში ეჭვმიტანილთა უმკაცრეს დასჯას მოითხოვენ. ეს არის სტუდენტების მიერ ორგანიზებული გამოსვლა, რომელსაც მონაწილეთა განმარტებით არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან კავშირი არ აქვს. დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით სოციალური ქსელით უკვე გავრცელდა ახალგაზრდების ვიდეო მიმართვა. ჩვენი მიზანია კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატოთ სოლიდარობა რეჟიმისგან რეპრესირებული ყველა ადამიანის მიმართ. შევქმნათ პრეცედენტი, ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი მიუკერძოებელი და ეფექტური სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც ექნება რეალური ბერკეტები აკონტროლოს ნებისმიერი ხელისუფლება. ყოველთვის დაუპირისპირდეს სისტემურ ძალადობასა და სოციალურ უსამართლობას. ჩვენ ვმიზნებით ყველა პოლიტიკურ პარტიას. მათ ცდილობთ გამოიყენოს სტუდენტური პროტესტი ძალაუფლების შენარჩუნების ან მივასი მოპოვების მიზნით. დაუშვებლად მიგვაჩნია პოლიტიკურ სივრცეში რელიგიური თუ ნაციონალური გრძნობებით მანიპულირება. ყველა უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი საკუთარ თავზე ვიღეთ პასუხისმგებლობა. დაუწესდება თუ არა არჩევნების დღეს მედიას შეზღუდვა. საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღების შესაძლო აკრძალვის საკითხს CESCO დღეს განიხილავს. სხდომა საარჩევნო ადმინისტრაციაში საღამოს 6 საათზე იგეგმება. დღის წესრიგშია დადგენილება, რომლის მიხედვით საარჩევნო უბნის გახსნიდან საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების შედგენის ჩათვლით მედია საშუალებების შეზღუდვებით იმუშავებენ. ანუ უბანზე ფოტო ან ვიდეო გადაღება აიკრძალება. უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირთან ინტერვიუს ჩაწერა კი კენჭისყრის შენობის გარეთ იქნება დაშვებული. ისიც CESCO-ს თავმჯდომარე თანხმობის შემთხვევაში. ეს საკითხი ჯერ კიდევ გუშინ უნდა განხილულიყო, თუმცა აზრთა სხვადასხვაობის გამო სხდომა დღეისთვის გადადეს. მხარეები ვერ შეთანხმდნენ თემაზე. რა ფაქტორი შეიძლება ჩაითვალოს ფოტო და ვიდეო გადაღების დროს საარჩევნო პროცესის ხელის შემშლელად? CESCO-ს ჯერ დაუმტკიცებელ დადგენილებას არასამთავრობო სექტორი აპროტესტებს, მათ შორისაა კოალიცია არჩევანის თავისუფლებისთვის, რომელიც დოკუმენტის პუნქტებს საგანგაშოს უწოდებს. დადგენილების განსახილველად არასამთავრობო ორგანიზაციები ამ წუთებში თბილისი მარიოტში არიან შეკრებილები. შეხვედრის მონაწილეებს იმედი აქვთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დადგენილებას არ მიიღებს და მედიისთვის დამატებით შეზღუდვებს არ დააწესებს. უფრო კონკრეტულად რა ხდება ამ შეხვედრაზე, ახლა საკუთარ პოზიციას ჩვენს პირდაპირ ეთერში კოალიცია არჩევანის თავისუფლებისთვის წევრი მაგდა პოპიაშვილი დააფიქსირებს. მოგესალმებით, ქალბატონო მაგდა. ქალბატონო მაგდა, პირველ შეკითხვას დავსვამ, უკვე რა ხდება ამ შეხვედრაზე და რამდენად არსებობს შანსი და ალბათობა იმისა, რომ CESCO-s მიერ უკვე მომზადებული დადგენილება კენჭისყრაზე არ დამტკიცდეს? მოგესალმებით, ამ წუთებში დაიწყო შეხვედრა, აქ იმყოფებიან CESCO-s წევრები, CESCO-s თავმჯდომარე, არასამთავრობო სექტორი და მედიის წარმომადგენლები. ჩვენ დღეს ვეცდებით გავარკვიოთ სხდომამდე, CESCO-s სხდომამდე რა ტიპის დადგენილების პროექტი შეიმუშავა გუშინ საღამოდან დღემდე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რას ფიქრობენ, რა შეიძლება ამოვიდეს ამ დადგენილების პროექტიდან და რა დარჩეს. იდეალური ვარიანტია თუ საერთოდ არანაირი დადგენილების მიღება არ მოხდება დღეს, იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო კოდექსი თავად განსაზღვრავს ყველაფერს, მათ შორის იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს გადაღება და რა უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ვინმე საარჩევნო პროცესს ხელს შეუშლის, კენჭისყრის ფარულობა იქნება, ხმის მიცემის ფარულობა იქნება დარღვეული და ასე შემდეგ. ასე რომ პირადად მე და ჩემი მეგობრები ვფიქრობთ, რომ ამას არანაირი დამატებით დადგენილებების მიღება აღარ ჭირდება და ეს არის სრულად გაწერილი საარჩევნო კოდექსში. მაგრამ თუ იქნება პოზიცია ისეთი, რომ დადგენილება არის მისაღები იმიტომ, რომ შესაძლებელია იყოს ბევრი კამერა უბანზე კონცენტრირებული და მათ არ უნდა შეუშალონ საარჩევნო დღის მიმდინარეობას ხელი, მაშინ ჩვენ გვაინტერესებს არგუმენტები კონკრეტულად რა შემოგთავაზებენ. თუ აქ იქნა ძალიან მარტივ რეგულირებებზე,
ამაზე ფიქრი კიდევ შეიძლება, მაგრამ ის რომ იყოს ინფორმით, რაც გუშინ ჩვენ ვნახეთ და სიურპრიზად შემოგთავაზა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ამაზე არავითარ შემთხვევაში არ დავთანხმდებით. მაშინ აბსოლუტურად გაუგებარი ხდება საარჩევნო კოდექსის ის ნორმა, რომელიც დევს და რომლითაც მედიასაც და საარჩევნო უბანზე მყოფ პირებსაც აქვთ უფლება ფოტო და ვიდეო გადაღების. მაშინ რატომ წერია ეს? თუ CSKOM უნდა განმისაზღვროს, სად, როგორ, რანაირად, ვისი თანხმობით თუ ნებართვით უნდა ჩავწერო თუ არ უნდა ჩავწერო ესა თუ ის პირი და გადავეღო ესა თუ ის ფაქტი. ვნახოთ, ყველაფერი ამ წუთში არის CSKOM-ზე დამოკიდებული, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია კეთილგონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს და პოზიციას დაიკავებს, ჩვენ პირიქით ძალიან გაგვიხარდება და თუ საერთოდ მოიხსნება ეს საკითხი დღეს წესრიგიდან, იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი ამ ვითარებიდან, იმიტომ რომ მედიას არ ჭირდება რეგულირებები. არგუმენტები, რომელიც გუშინ მე მოვისმინე, აბსოლუტურად გაუგებარი იყო ჩემთვის, იყო იქ საუბარი, რომ ვიღაცებმა შეიძლება ამორჩევლისთვის დაშინებისთვის გამოიყენონ, უკაცრავად ვერ ხვდები, როგორ უნდა დააშინოს ტელეკამერამ ამორჩეველი. მე პირიქით მგონია, რომ ასეთი განცხადებების კეთება არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ეხლა უფრო მეტად დაშინებს ამორჩეველს და არ მგონია, რომ ეს უკვე მოტივირებული, უკვე გადაწყვეტილება მიღებული ამორჩეველზე ზეწოლა იყოს უკვე საარჩევნო უბანზე მისვლის შემდეგ. ქალბატონო მაგდა რით ხსნით იმ ფაქტს, რომ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მით უმეტეს რომ საარჩევნო კოდექსით უკვე არის გაწერილი მედია საშუალებების მუშაობის რეგულაციები, მაშინ რატომ დადგა დღის წესრიგში ასეთი დადგენილების მიღება? ოდნავ დაგვიანებით მივახცევთ თქვენამდე ჩემი შეკითხვა. ხო, ეს ძალიან ეს ძალიან გაგვიკვირდა ჩვენს გუშინ სულ რაღაც 9 საათით ადრე CSKOM-ს ხდომამდე გავიგეთ სრულიად შემთხვევით რომ მსგავსი დადგენილების პროექტი არსებობდა. მე მინდა შევახსენო CSKOM-საც, CSKOM-ში მყოფ სახელმწიფო პარტიის წარმომადგენლებსაც და ზოგადად ხელისუფლებასაც. როდესაც გასული წლის შემოდგომის ბოლოს საერთოდ ამოიღეს ეს პუნქტი, როცა ვიდეო თვალთან დაკავშირებით განხილვები მიმდინარეობდა და ვიდეო თვალს მიაყოლეს ფოტო-ვიდეო გადაღების პუნქტიც, მაშინ ჩვენ ავტეხეთ ერთი ამბავი, მოხდა მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან და მაშინ მივიღეთ მკაფიო გარანტია იმისა, რომ ეს პუნქტი დაბრუნდებოდა საარჩევნო კოდექსში და ეს არასდროს არავის მიერ აღარ გადაიხედებოდა. დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც გადაიხედა და პრაქტიკულად აიკრძალა მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამის ნებას გვრთავს. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან გაუგებარია CSKOM-ის მოტივაცია და თუ ეს არის კეთილი ზრახვა, რომ იქ მედია საქმიანობა გაუმჯობესონ, მაშინ უნდა გააკეთონ ისე, რომ ეს საქმიანობა საუმჯობესებდეს და არ კრძალავდეს იმ ყველაფერს, რისი უფლება საარჩევნო კოდექსით გვაქვს მიღებული. ქალბატონო მაგდა და ბოლოს შეკითხვა, რა ბერკეტი ექნებათ, რამდენად დიდი ბერკეტი ექნებათ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც CSKOM-ში არიან იმისათვის, რომ ეს დადგენილება არ დამტკიცდეს დღევანდელ კენჭისყრაზე 6 საათზე? ამისთვის სხვა დროს თუ არა დღეს აშკარად აქვს ბერკეტი ოპოზიციას გამომდინარე იქიდან რომ ამას ჭირდება ამ დადგენილების გატანას ჭირდება 2/3 აქედან გამომდინარე რომ მხოლოდ 7 ხმა რომელიც პრინციპში გარანტირებული ყოველთვის აქვს ნაცმოძრაობას მიუხედავად იმისა რომ ასთა სხვადასხვაობა ამ 7-შიც როგორც ჩვენ გვითხრეს არის ჭირდება კიდევ 2 პარტიის ხმა და აი ეს 2 პარტია ვინ იქნება ჩვენ ვიცით რომ კოალიცია ქართული ოცნების წარმომადგენლები ამ პროექტს მხარს არ უჭერენ და რჩება რამდენიმე პარტია, ხო, ეს არის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, მისი პარტნიორი და თანაბლოკელი პატა დავითაიას პოლიტიკური ორგანიზაცია და თუ არ ვცდები ლეიბორისტული პარტია. აქედან გამომდინარე, მათ აქვს დღეს გადაწყვეტილება მიღებული. დგებიან მედიის გვერდით, თუ დგებიან ხელისუფლების გვერდით და მასთან ერთად აყალბებენ არჩევნებს. დღეს 6 საათზე მათ ეს გადასაწყვეტი აქვთ და მათ უნდა გააკეთონ არჩევანი, რა ურჩევნიათ. იყვნენ ხელისუფლებასთან ერთად ბნელი და გაყალბებული არჩევნების თანამონაწილე, თუ იყვნენ მედიასთან ერთად, რომელიც გამჭვირვალობას შეუწყობს პირველ რიგში საარჩევნო პროცესების არჩევნების დღეს ხელს და ამით მეტნაკლებად უზრუნველყოფთ იმას, რომ ის ინფორმაცია მაინც, რაც იქნება საარჩევნო უბანზე, გამოვიდეს და მივიდეს ამორჩევლამდე. მით უფრო, როდესაც მასქერი წყდება 30-ში, როდესაც პირველში ისედაც ამორჩეველი რჩება ბევრი ინფორმაციის გარეშე, ამას დავუმატოთ ის, რომ მედიამ ვერ შეძლოს ინფორმაციის გამოტანა საარჩევნო უბნებიდან, აბსოლუტურ კოლაფსამდე მიდის ყველაფერი. ამორჩეველი რჩება აბსოლუტურად ინფორმაციის გარეშე. აქედან გამომდინარე, შემდეგ
არაინფორმირებული ამომრჩეველი, როდესაც ვერ გაიგებს თავისი არჩევანი, სად წავიდა და ვინ როგორ გამოიყენა, რას გააკეთებს, კარგად გაიაზროს ხელისუფლებამ და კარგად გაიაზრონ იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელზეც დღეს არის დამოკიდებული ამ დადგენილების გასვლა არ გასვლა. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. მაგდა პოპეაშვილი კოალიცია არჩევანის თავისუფლებისთვის წევრი საუბრობდა პირდაპირ ეთერში, უფრო კონკრეტულად რა შედეგი დასრულდება დღევანდელი შეხვედრა თბილისი მარიოტში მომდევნო საინფორმაციო გამოშვებაში მოგაწვდით. რუსთავის ციხესთან კი დღეს საპროტესტო აქცია იგეგმება საპრობელის ტერიტორიაზე სტუდენტები შეიკრიბებიან ახალგაზრდების საპროტესტო გამოსვლების დროს დაჩიცა გურიასა და ბექა ალადაშვილის დაპატიმრებას გააპროტესტებენ. სტუდენტები ფიქრობენ, რომ ორივე მათგანი უკანონოდ იხდის სასჯელს. აქციის ორგანიზატორები ახალგაზრდების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. შეიცვალოს არჩევნების თარიღი და დაინიშნოს 30 სექტემბერს ამ მოთხოვნით ქართველი ემიგრანტები ამჯერად საბერძნეთში გამოვიდნენ. საპროტესტო აქცია ათენში ჩატარდა. არჩევნების დროს საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნილი ხელოვნური ბარიერების გამო აქციის მონაწილეებმა საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება ითხოვეს და ასევე ემიგრანტებმა სიების დაზუსტების თხოვნით ცესკოსაც მიმართეს. შეკრებაზე მისულები ბოლო ერთ კვირაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურნენ. აქციის მონაწილეებმა პატიმრებს სოლიდარობა გამოუცხადეს და პროტესტის ნიშნად პრეზიდენტს ფოსტით ცოცხები გამოუგზავნეს. აქციას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. შეკრებიდან მალევე მიტინგის ერთ-ერთ ორგანიზატორს ტელეფონით დაუკავშირდნენ და როგორც ის თავადყვება დაემუქრნენ. აინტერესებდათ ვინ ამყავს ცოლის და შვილის გარდა ახლობლები, იმიტომ რომ ცოლს და შვილს ნამდვილად ვერ შეეხებიან. ვინ ამყავს ჩემი ახლობლები, ვინ არიან მათ ვიზაც ვნებიულობ და ასევე იყო ის რომ თურმე ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქონია კრიმინალებთან კავშირი. ჩვენი ორგანიზაცია წარმოადგენელია მსოფლიოს 16 ქვეყანაში და მე მზათა ვარ მეთქი კიდე ერთხელ ვამბობ, თუ ეს წყარო თავისი სახელით და გვარით გამოაქვეყნებს ჩემ კავშირს რომელიმე კრიმინალურ სტრუქტურასთან, რომელიმე კრიმინალურ ავტორიტეტთან, მე მზადა ვარ იმ დღესვე ჩამოვიდე საქართველოში 1 ოქტომბრამდეც კი ჩამოვიდე საქართველოში და პასუხი გავცე ნებისმიერ კითხვას, რომელიც დაებადებათ სამართალდამცავ ორგანოებს. საპროტესტო გამოსვლები გრძელდება შვეიცარიაში, ჟენევაში მცხოვრები ქართველები მიხეილ სააკაშვილის, ბაჩუ ახალაიას, ზურაბ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის დაკავებას ითხოვენ. საქართველოში ადამიანის უფლებების დაუცველობა და ძალადობა ემიგრანტებმა ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან გააპროტესტეს. შვეიცარიაში ყოფილი ქართველები შევიკრიბეთ, რათა დაუყმოთ ის ფაშიზმი, რასაც ნაციონალური მოძრაობა ახორციელებს. ჩვენ შვეიცარიაში მცხოვრები ქართველები შევიკრიბეთ, რადგან სოლიდარობა გამოუცხადოთ პატიმრებს, მათ ოჯახებს და მთლიანად საქართველოს. ჩვენ მოვითხოთ დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობას იღებდა პატიმრების წამებაში. და ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელების მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით დაკავებულები არიან გიორგი ღერკერაშვილი, გიორგი ძოწენიძე, კობა სამხარაძე და პოლიციის თანამშრომელი რომან მაისურაძე. ამ განცხადების მიხედვით იმის გამო, რომ ერთ-ერთ მოსყიდვის საქმეში პარლამენტის წევრობის კანდიდატი ალეკო ტაბატაძე ფიგურირებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო მასთან დაკავშირებულ მასალებს შემდგომი რეაგირებისთვის მთავარ პროკურატურას გადაუგზავნის. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოლიციის მოსყიდვის ერთ-ერთ ფაქტზე ამოღებულია პოლიციელისათვის შეთავაზებული 50,000 ამერიკული დოლარი. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სხვა პირების მიმართაც მიმდინარეობს. იმის გამო, რომ ერთ-ერთი მოსყიდვის საქმეში ფიგურირებს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ალეკო ტაბატაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მასთან დაკავშირებული მასალების შემდგომი რეაგირებისათვის გადასცემს საქართველოს მთავარ პროკურატურას. საქართველოს გაეროს უკვე რიგით 67 ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას ქართულ დელეგაციას. საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე უხელმძღვანელებს ასამბლეასთან დაკავშირებული გეგმები და დღის წესრიგი დღეს ჟურნალისტებს საგარეო უწყებაში გააცნეს. დავით ახვლედიანი დაესწრო საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ორშაბათის ბრიფინგს და ის ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვართვება. დავით, უფრო კონკრეტულად რა განცხადებები გაკეთდა უწყებაში? დიახთამთა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გააცნო საგარეო საქმეთა სამინისტროს დღის წესრიგი ჟურნალისტებს, როგორც ნინო კალანდაძემ აღნიშნა, საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის მეთაურობით საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მონაწილეობას იღებს გაეროს 67 სესიასთან დაკავშირებულ დებატებში. დებატები უკვე დღეიდან დაიწყო. იქ იქნება დაახლოებით 40-მდე შეხვედრა არის პროტოკოლით გაწერილი. ნინო კალანდაძემ ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან რუსული ძალების კონცენტრაციას. ჩვენ შეგვიძლია ნინო კალანდაძის
ამის განცხადება მოვისმინოთ. ოფიციალურად დადასტურებული არის 40-მდე შეხვედრა, რომელიც იქნება ორმხრივი ხასიათის გრიგოლ ვაშაძის თავის უცხოელ კოლეგებთან, ამავდროულად დაგეგმილია სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების ხელმძღვანელებთან შეხვედრა, იყო დაგეგმილი რუსეთის ფედერაციის მხრიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რომელიც ცნობილია ეგრეთ წოდებული კავკას 2012-ის სახელწოდებით. ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო უშუალოდ გასულ პერიოდში აცხადებდა, რომ არ არის შემთხვევითი ის გარემოებაც, რომ სამხედრო თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევით შემოვიდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და ასევე რასაკვირველია, არ შეიძლება იყოს შემთხვევად მიჩნეული ის გარემოება, რომ სამხედრო გაძლიერებულ კონცენტრაციას აქვს ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელიც და ეს ვარაუდები უნდა ითქვას, რომ დასტურდება არა მხოლოდ ჩვენი ინფორმაციით, არამედ უშუალოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ძალიან მყისიერი რეაგირება მოახდინა ამ ფაქტზე. თამთა ჟურნალისტებმა ასევე დაუსვეს კითხვა ნინო კალანდაძეს პრესაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თუ სად იმყოფება უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია. არსებული ინფორმაციით, როგორც მედიაში გავრცელდა, გიგა ბოკერია შეხვედრებს მართავს მოსკოვში. თუმცა ნინო კალანდაძემ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და მან უწოდა ამ ინფორმაციას აბსურდულიც კი უწოდა. ასევე ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა საქართველოს ელჩის დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძის საქციელს, იმ კადრებთან დაკავშირებით, რომელიც ციხეში პატიმრების წამებას ეხებოდა, თუ როგორ გამოეპასუხა ელჩი შეკრებილ ქართულ დიასპორას. ჩვენ შეგვიძლია ეს კომენტარებიც მოვისმინოთ. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გასულ პერიოდში ალბათ ძალიან მძიმე ემოციური ფონის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მივიჩნევთ, რომ საქართველოს ელჩს ალბათ მეტი თავშეკავება მართებდა და ამასთან დაკავშირებით მას სამინისტრომ საყვედური გამოუცხადა. რაც შეეხება გიგა ბოკერიას ვიზიტს მოსკოვში, გვესმის ყველას, რომ აბსურდული წინადადება, ალბათ ვიღაცა მოიფიქრა და იგულისხმა, რომ ამას რეზონანსული გამოხმაურება ეყოფოდა, ექნებოდა, არ დასტურდება, გიგა ბოკერია იმყოფება საქართველოში და არც არასდროს ქონია მიზნად, რომ ამ ვითარებაში მოსკოვში ჩასულიყო. თამთა და ბოლო ინფორმაციით ნინო კალანდაძემ ასევე ჟურნალისტებს გააცნო დაგეგმილი შეხვედრები, ეს ეხება 25 და 26 სექტემბერს საქართველოში ჩამოვა ნატოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი სტივენ ევანსი, რომელიც შეხვედრებს გამართავს ქართულ მხარესთან და ასევე 26 სექტემბერს იგეგმება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიქტორ ურბანის ვიზიტი, რომელიც დაესწრება ქუთაისში კოპიტნარის განახლებული აეროპორტის გახსნას. გმადლობ საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გაკეთებული განცხადებები დავით ახვლედიანმა გაგვაცნო. და ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილი სამტრედიაში იმყოფება. ქართული ოცნების ლიდერი დასავლეთ საქართველოში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შეხვდა. ამ წუთებში კი კოალიციის ლიდერი უკვე მოსახლეობასთან მართავს შეხვედრებს. სამტრედიასა და ჩვენს კორესპონდენტ მირიან გორგოძეს ვრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში. მირიან, უფრო კონკრეტულად რა ხდება ამ დროისთვის რაიონში? დიახ, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერთან შესახვედრად სამტრედიელი მოსახლეობა სადგურის მოედანზე შეიკრიბა. თქვენ ეხლა კადრში ჩემს უკან ხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის სცენიდან მიმართავს სამტრედიელ მოსახლეობას და მათ საარჩევნო პრიორიტეტებზე ესაუბრება. თუმცა უნდა ითქვას, რომ მანამდე დაახლოებით 11 საათისთვის ბიძინა ივანიშვილი ჩამოვიდა სამტრედიაში და ქართული ოცნების შტაბში დასავლეთ საქართველოს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებს შეხვდა. კანდიდატები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ეს არის სამუშაო ტიპის შეხვედრა, ისინი კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ არჩევნების წინ, რათა კიდევ ერთხელ შეიმუშავონ ერთიანი გეგმა, თუ როგორ უნდა ებრძოლონ ხელისუფლებას, რომელიც აუცილებლად ემზადება არჩევნების გაყალბებისათვის. ჩვენ ვიბრძანებთ ბოლო წლებთან
დღემდე რაც შეგვიძლია ჩვენი ძალოვანი სიმისათვის, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ ქართული ხალხის არჩევანის გაყალბება, არ დაუშვათ იმ სადისტებისა და მკვლელების გაჩენა ხელისუფლებაში, რომლებსაც უკვე საქართველოს ვეღარ მოითმეს და ბედნიერია, რომ აი ამ ზნეობრივად მაღალ ადამიანებთან ერთად გვიხდება ეს ყველაფერი. დიახ, როგორც აღნიშნეთ, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აი ამ წუთებში სწორედ ცენიდან მიმართავს სამტრედიელ მოსახლეობას, მასთან ერთად იმყოფება ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამტრედიაში კახი კალაძე და ჯემალ ღაღანიძე. ბიძინა ივანიშვილმა პირველ რიგში სამტრედიელ მოსახლეობას კიდევ ერთხელ წარუდგინა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახი კალაძე და კიდევ ერთხელ თხოვა სამტრედიელ მოსახლეობას, რომ არჩევნებში აუცილებლად დაუჭირონ მხარი ამ კანდიდატს. ამავე დროს ახსენა ბიძინა ივანიშვილმა უკვე მოსახლეობასთან საუბარში რამდენიმე დღის წინ ციხეში არსებული სიტუაცია და გავრცელებული კადრები, რომელშიც ასახულია საჯარახსოვრების დაწესებულებაში ციხეში პატიმართა წამების ფაქტები და სწორედ ამის გამო, ამის გათვალისწინებით ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა მოსახლეობას, რომ არჩევნები მეტად მნიშვნელოვანია, არჩევნებში ქართველმა მოსახლეობამ უნდა გააკეთოს ღირსეული არჩევანი, რადგან სწორედ აი ამ ყველაფრის გამკეთებელი ხელისუფლება არ დარჩეს ისევ და არ შეინარჩუნოს რეჟიმი. ჯერჯერობით ეს არის საბოლოო ინფორმაცია და უფრო ცლად იმ თემების შესახებ, რის შესახებაც კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სამტრედიელ მოსახლეობას მიმართავს, ჩვენ უფრო ცლად, რა თქმა უნდა, მომდევნო გამოშვებებში შეგათხოვდებით. მადლობთ მერიამელი, შენგან ახალი ინფორმაციას, ეს იყო მირიან გორგოძე და პირდაპირ ჩართვა სამტრედიიდან. მასობრივი მხარდაჭერა ქართულ ოცნებას საჩხერეში რაიონის საჯარო სკოლების პედაგოგები ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერას ღიად უცხადებენ. ასაულებთ მასწავლებელი კულტურის სახლის წინ შეიკრიბა და კოალიციის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. პედაგოგების აქციას მალევე შეუერთდნენ საჩხერის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი, აგრეთვე საჩხერის სახანძრო სამაშველო სამსახურისა და საცურაო აუზის თანამშრომლებიც. პედაგოგებმა საჩხერეში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სიტყვით მიმართეს და კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდეს. მოგვიანებით მასწავლებლების შეკრებაზე ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი მანანა კობახიძე მივიდა და აქციის მონაწილეებს გაესაუბრა. იქნებიან დირექტორები და მე მთლიანად მთელი სახანძრო სამაშველო სამსახური, მთელი კოლექტივი. იმ 4 კაცის გარდა კონკრეტულად არ დავასახელებ, იმ 4 კაცის სახელი და გვაქვს მიმინდვია საჩხერლებისთვის, სულ ყველა უკლებლივ აქ არის. და მე მინდა ნაციონალურ მოძრაობას შევახსენო და საჩხერის მუნიციპალიტეტს, რომ მათ აღარაფერი არ დარჩენიათ საჩხერეში. ვფიქრობ ნორმალურია ეს. არავისთვის საწყენი არ უნდა იყოს, არავისთვის რომ პედაგოგები ამდენი წლის განმავლობაში ეხმარებოდა ეს ადამიანი და მადლიერების ნომრო გამოხატოს დანარჩენი არჩევნები გაარკვევს ყველა. ამ ხალხის ნებაზე უკვე ვერავინ იმოქმედებს, მათ უკვე იციან რა არჩევანი უნდა გააკეთონ, ძალიან მშვიდად ორგანიზებულად 1 ოქტომბერს მთელი პედაგოგები ხარს უჭერენ ქართულ ოცნებას და ჩვენ ყველანი ერთად ავისრულებთ ქართულ ოცნებას. ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ხობიდან მოსახლეობის წაყვანის ორგანიზებას ძმები ჭაკუები ახდენდნენ. ეს განცხადება ხობში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა გააკეთა. გიგაბუკიას ინფორმაციით ჭაკუები აქტიურად მონაწილეობდნენ სამარშრუტო ტაქსების მობილიზაციაშიც, რომლებსაც ხალხი სააკაშვილთან შესახვედრად მიჰყავდა. დავით ჭაკუა სასჯელ-ახსრულების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელია, ის დაწესებულებიდან 1 კვირის წინ გავრცელებული შემზარავი კადრების შემდეგ გაათავისუფლეს. მისი ძმა დიმიტრი ჭაკუა კი ხობის კუდის ყოფილი უფროსია. ძმები ჭაკუები ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების მობილიზების დროს ინფო 9-მაც დააფიქსირა. არსებობს შესაბამისი ვიდეო მასალა. ზუგდიდის აქციაზე ხობის რაიონიდან მოსახლეობის ორგანიზებულ ჩაყვანას მიხეილ სააკაშვილთან ორგანიზებას უწევდა დათო და დიმა ჭაკუები. როგორც იცით, დათო ჭაკუა ცნობილი გახდა განსაკუთრებით შემდეგ, როცა გავრცელდა ის უსასიკესი წამებების ფაქტები საჯავახსოვრების დეპარტამენტში და ამ საჯავახსოვრების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა დათო ჭაკუა, ხო დიმა ჭაკუა ხობის რაიონის კუდის ხელმძღვანელი გახლდათ. ისინი გამოირჩეოდნენ სისასტიკით და დღესაც იმავე სისასტიკით უსწრდებიან, ცდილობენ დააშინონ სამეგრელოს მოსახლეობა. ჩვენ რეჟიმის პატიმრები ვართ, ამ ლოზუნგით რუსთაველმა დედებმა პატიმრებზე ძალადობა გააპროტესტეს. შეკრება ქალაქის მერიის წინ გაიმართა. მათ რუსთავის საზოგადოებრივი დარბაზი, აგრეთვე მწერლები და ინტელიგენციის წარმომადგენლებით შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა ძალადობა დაგმეს და დამნაშავების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება ითხოვეს. მათ მიმართეს ყველა დედასა და პედაგოგს ხმა აღიმაღლონ იმ დანაშაულის წინააღმდეგ, რაც სასჯელ-ახსრულების დაწესებულებებში ხდება. ვივაწვდინო ხმა რუსთაველ ქართველ დედებს, რომ
ხმა აიმაღლონ ამ მსგავსებების წინააღმდეგ და ასევე პედაგოგებს, რომელთა კედლებშიც არიან ის არასრულწლოვნები, რომლის წამება და გოდება ჩვენი თვალით ვნახეთ. რუსთავის საზოგადოებრივი დარბაზი აგრძელებს საპროტესტო ციკლს ციხეში მომხდარი ამბებისა და გამო დღეს დილით იყო ბრიფინგი და საღამოს რუსთაველი დედების მიერ ინიცირებულია ეს საპროტესტო აქცია. დედათა კომიტეტი კი საშუალო ახსრულების სამინისტროს მიმართავს და ციხეებში 24 საათიანი მონიტორინგის უფლებას ითხოვს. ამ მოთხოვნით კომიტეტის წევრებმა საშუალო ახსრულების ახლად დანიშნულ მინისტრ გიორგი ტუღუშს მიმართეს და მასთან შეხვედრა მოითხოვეს. დედათა კომიტეტის წევრები ასევე აპირებენ შექმნან მობილური ჯგუფები, რომლებიც საპატიმროებში შექმნილ ვითარებას გააკონტროლებენ. დედათა კომიტეტის ხელმძღვანელის ინფორმაციით ციხეებში ბადრაგები პატიმრებს ემუქრებიან, რომ არჩევნების შემდეგ მათი წამება კიდევ უფრო სასტიკ სახეს მიიღებს. კვლავ გრძელდება პატიმრებზე ზეწოლის ფაქტები, კვლავ გრძელდება მუქარა და ასე შემდეგ. ამავე დროს ჩვენ ვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ საპრობილეებიდან ის ჯალათები, რომლებიც წლების განმავლობაში სადისტურად აწამებდნენ პატიმრებს. ნაციონალური მოძრაობას ამჯერად ხობში ტოვებენ. ხობის საკრებულოსა და ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის წევრი გოჩა ქაჯაია მართველი გუნდიდან პროტესტის ნიშნად წავიდა და ქართულ ოცნებას შეუერთდა. ქაჯაია კოალიციის ოფისში სიმბოლურად შვილთან ერთად მივიდა და თქვა, რომ მომავალი თაობის უკეთესი ცხოვრებისთვის საზოგადოება მხარი სწორედ ქართულ ოცნებას უნდა დაუჭიროს. ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ ნაციონალურ მოძრაობაში. ის უზნეობა, რაც მე ვნახე ტელევიზიით, ეს იყო აი ბოლო ნაპერწკალი. ყველაზე შემარწმუნებელი, ყველაზე უარესი რაც იყო. და მე არ მგონია, რომ ნორმალური ქართველი კაცი ამის შემდეგ ნაციონალურ მოძრაობაში დარჩება. ნაციონალურმა მოძრაობამ ამოწურა თავისი თავი და დღეს არის გზა ქართველების და საქართველოს ხსნის, რასაც ქვია ქართული ოცნება. გადადექი და დატოვე დაკავებული თანამდებობა. ეს იყო მოთხოვნები, რომლებითაც გურიაში მაღალჩინოსების საცხოვრებელ სახლთან ქართული ოცნების ოზურგეთის ოფისის ახალგაზრდული ფრთა მივიდა. ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელ ლელა იმედაშვილსა და გურიის გუბერნატორის მოადგილე თამაზ მახარაძეს გადადგომისკენ მოუწოდებენ. მოუწოდებთ, რომ დატოვოს ყველა მაღალჩინოსანმა დაკავებული თანამდებობა, დადგეს სახალხო მოძრაობის გვერდზე, ჩვენ გვერდით. თავისუფალი საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლენტეხში მმართველი პარტიის კანდიდატს უპირისპირდება. ამირან გარდაფხაძე ამბობს, რომ 2009 წელს მას გამგებლის მოადგილის თანამდებობა ეკავა, როდესაც ლენტეხობის დღესასწაული დაარსდა. დასავლეთ საქართველოს პროკურატურამ კი 2010 წელს ის ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააკავა. გარდაფხაძის მტკიცებით საქმეში ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი მიხეილ მაჭავარიანი და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ლიპერტალიანი ფიგურირებდნენ. თავისუფალი საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატს პროკურატურამ ბრალდება მაშინ ვერ დაუმტკიცა და რამდენიმე დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა. გარდაფხაძე ამბობს, რომ გათავისუფლების დროს მას დაემუქრნენ, რომ თუ 2 წლის განმავლობაში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს იყრიდა, ისევ ციხეში დაბრუნდებოდა. ლენტეხელი კაცი ლენტეხობისათვის დამაკავეს, ანუ ჩავატარე 2009 წელს პირველად დავაფუძნე ლენტეხობა. ამის შემდგომ ამათ არ ქონდათ, როგორც მე ვხვდები, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ფინანსური ანგარიშსწორება ლენტეხობის დაფინანსებასთან დაკავშირებით მოხდა სრულიად ლეგალურად და გადარიცხვებით. ხო და ეს მესიჯი იყო ის, რომ მე დღის შუქს ვერ დღის შუქს არ მანახებდნენ, თუ მე წელიწადნახევრის 2 წლის შემდგომ ლენტეხის მაჟორიტარობის კანდიდატად დავაყენებდი საკუთარ კანდიდატურას. პროტესტის საავადმყოფოში თბილისის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმები გაფიცულები არიან. მედიცინის მუშაკები ამბობენ, რომ მათ ხელფასები 1 წლის განმავლობაში არ მიუღიათ. ექიმების განმარტებით პაციენტების ზრუნვა არ შეწყდება, თუმცა პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და დაგვიანებული ხელფასები არ გაიცემა. მოგვიანებით აქციაზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც მივიდნენ და პრობლემის გადაჭრას უახლოესი 2 კვირის მანძილზე დაფირდნენ. ვითხოვთ რას? ვითხოვთ ჩვენ სახელფასო დავალიანებას, რომელიც არის დაწყებული 8 თვიდან, ზოგს აქვს 1 წლის სახელფასო დავალიანება. ჩვენი მოთხოვნა არის
უახლოეს დღეებში გასტუმრებული იქნა შპს რეფერალური ჰოსპიტალის თანამშრომლების სახელფასო დავალიანება. დავალიანებას გაისტუმრებს ინვესტორი, წინა ინვესტორმა, რომელმაც სამწუხაროდ არ შეასრულა თავისი ვალდებულებები და უპირველეს ყოვლისა ეს არის ვალდებულება კოლექტივის წინაშე. ეს ინვესტორი გავიდა, ასე ვთქვათ, დაწესებულებიდან, სანაცვლოდ შემოსული ახალი ინვესტორი და ჩვენ ახლა სწორედ ამით ვართ დაკავებულები, რომ ახალმა შემოსულმა ინვესტორმა პირველ რიგში მოახდინოს სახელფასო დავალიანებების გასცემა. ეს იყო ამ დროისთვის ბოლო ინფორმაცია. ახალი 12-ზე ამი დასრულებულია. მე 15 საათამდე დაგემშვიდობებით დროებით.